დღეს ჩვენ ვიმყოფებით ერთგვარად ან ევროპიდან რომ შევხედოთ ამ სიტუაციას ვიმყოფებით ისეთ წყალგამყოფ ეტაპზე როგორც იყო მაგალითად ცივი ომის დასრულება ან მანამდე მეორე მსოფლიო ომის დასრულება ნუ ასე იყვნენ ამას ევროპელები რომ ხდება რეალურად ამერიკის და ევროპის აი ამ ესეთი ძლიერი ტრანსატლანტიკური სოლიდარობის ჩამოქცევა, რაზეც იყო დაფუძნებული რეალურად ის მსოფლიო წესრიგი, რომელიც მართავდა მეტნაკლებად მსოფლიოს ბოლო 70-80 წლის მანძილზე. და ამის მიზეზია, რა თქმა უნდა, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა, თუმცა მანამდეც ეს პროცესი მიდიოდა უფრო შედარებით ნელი ტემპებით ამერიკის გადართვა, თქვა ჩინეთზე ევროპიდან, მაგრამ დონალდ ტრამპმა ეს პროცესი უფრო დააჩქარა. ამიტომ ევროკავშირი დღეს არის ერთგვარად საიტნოტში ევროპარით. ანუ არა მარტო ევროკავშირი, ნორვეგიაც ქვია ბრიტანეთი და შემდეგ არიან საიტნოტში. და ცდილობენ რომ ის 30-40 წელი რაც მათ იცინეს, ბოლო 30 წელი, რაც შეიძლება სწრაფად დააკომპენსირონ და ჩამოყალიბდნენ სამხედრო აქტურად. არა მარტო მაკრონის განცხადება კიდევ მნიშვნელოვანი იყო იმის გამო, რომ მან შესთავაზა საფრანგეთის ბირთვული ქოლგა მთელ ევროპას, ნუ როგორ განხორციელდება ეს მეორე საკითხია, მაგრამ ესეც მნიშვნელოვანი მომენტია ის, რომ ამერიკის ბირთვული უსაფრთხოების ქოლგა აღარ აღიქმება, თქვა ევროპაში. უსაფრთხოების გარანტიად და ამიტომ ეძებენ მის შემცვლელს და აქ შეიძლება თქვა საფრანგეთის ბირთვული იარაღი, ნაწილობრივ ჩაანაცვლოს ამერიკის ბირთვული იარაღი, მაგრამ ასევე ზოგადად მაკრონს ბუში მთელი განცხადება არ ყოფილა პირველი, მან ადრეც რამდენიმე წლის წინ გააკეთა მსგავსი განცხადება, ევროპას ჭირდება სტრატეგიული ავტონომია, რომ ამერიკის ნდობა ბოლომდე არ შეიძლება, თუმცა ადრე მას არ ჰქონდა ესეთი მხარდაჭერა სხვა ევროპული ქვეყნების მხრიდან, მათ შორის გერმანიის მხრიდან მაგალითად. დღეს სიტუაცია შეცვლილია და რეალურად ყველა ევროპული ქვეყანა თითქმის ფიქრობს მსგავსად, იგივე გერმანიაშიც რაღაც მსგავსი დიდი გამოფხიზლების პროცესი დაიწყო. მაგალითად ახალი მთავრობა გეგმავს, რომ დაახლოებით 900 მილიარდი, 1 ტრილიონი ევროს მობილიზება მოახდინოს ინფრასტრუქტურაში და თავდაცვის ხარჯებში.